მოდი ჩამოვაყალიბოთ, რას ნიშნავს პოზიტიური აღზრდა და ეს პირველ რიგში შეიძლება ძალიან პათეტიკურად ჟღერდეს და ძალიან ემოციურად, მაგრამ პოზიტიური აღზრდა დამყარებულია სიყვარულზე. ძალიან ხშირად მიკითხავს ჰუმანისტური თეორიის ახსნის პროცესში, რომ თქვენ გჯერათ თუ არა, რომ ბავშვი იბადება კარგი, ყველა კარგი თვისებების მქონე, თქვენ რომ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს მიდგომა, როგორც მებაღე მეუდგება ყვავილს. ესე იგი, მე ამ ყვავილს ვენდობი, რომ მე თუ მოვუვლი, ამ ყვავილისაგან მივიღებ იმ საუკეთესოს, რაც იყო მასში ჩადებული. არის თუ არა ეს ასე და ჯერა თუ არა ყველას, რომ ბავშვი შეიძლება დაიბადოს მაგალითად ცუდი თვისებებით, ცუდი მოცემულობით, ცუდი გენეტიკით. და ხშირად ამბობენ, რა ვიცი, იქნებ რაღაც სიძუნწე, ან უხეშობა, ასე შემდეგ, გადმოყვა მას გენეტიკურად. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ თუ არ იქნება რწმენა იმისა, რომ ადამიანი იბადება პოზიტიური და იბადება კარგი, ჩვენ პოზიტიურ მშობლობას ვერ შევძლებთ.